მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანო და დანო, დღეს ჯვრის თაყვანისცემის ხსენება. მე ვერ ვფიქრობდი ამ დღეებში აი საღამოს ღამე გუშინ იყო თუ გუშინ წინ მომივიდა ფიქრები და ხო იცი დღამის ფიქრები როგორ რაღაც დედამიწაზე ხარ რაღაც უფრო ზეცაში ხარ და ესეთი ფიქრები მომდის და ვფიქრობდი როგორ შექმნა ღმერთმა სამყაროს. ჩვენ კარგად ვიცით ეს თითქოს ძალიან უბრალოდ არის გადმოცემული ბიბლიაში. დაბადების პირველ თავში. აქ წერია რომ თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და ქვეყანა. ცა ის ცა სულიერი, სადაც ანგელოზები არიან, ღმერთია ანგელოზები არიან და მიწა როგორც პირველად შექმნა როგორც მასალა. მშენებლობაზე როგორც ჯერ მასალას მოიტანენ. მიწა იყო უსახო, ბნელი, უფსხულზე, ღვთის სული იძროდა წყლებს ზემოთ. საოცარია, ხო, ვერ გაიგებ რა არის აქ, მაგრამ ადამიანური ენით არის გადმოცემული. და თქვა ღმერთმა და პირველი რაც გააკეთა იყო ნათელი და იქნა ნათელი. და დაინახა ღმერთმა რომ კეთილია, კარგია ნათელი. წარმოიდგინე რომ ესე იგი წარმოიდგინე ჩემო ძვირფასო რომ ღმერთი რო იტყვის რა კარგია. რა იქნებოდა ეს ნათელი, ხო? რომელიც ქნა ღმერთმა. და ეხლა მე ამაზე რატო ამახვილებ ყურადღებას? ყველაფერი ეს რაც ვიცი ჩვენ ქნა ღმერთმა მხოლოდ ადამიანისთვის. ამას ყველაფერს აკეთებს ადამიანისთვის და ქრისტიანული სწავლებით აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ქრისტიანული სწავლებით ყველა როც წარწმენდულიყო და შენ ერთი დარჩენილი ხარ, მაგალითად მე რო დარჩენილი ხარ, მე ალექსანდრე ან შენ აგერ მალხას, შენ დავით, შენ მარიამ, შენ თითოეული თქვენგან მირო ყოფილიყო მარტო აი ამას რასაც ჩვენ ხედავთ, ღმერთი შექმნიდა მხოლოდ ჩემთვის. ღმერთი შექმნიდა მხოლოდ ჩემთვის, გესმით თქვენ? აი ამას ყველაფერს. და ნუ მე განხო ბნელი ნათლისაგან, მე საინტერესოა ხო ძალიან რომ ხარს ღმერთმა იქნა დილა საღამო, მე მეორე დღე, მე ხმელეთი, მე წყალი, მე ეს ყველაფერი ოკეანები, მთვარე, მზე, მთვარე, ვარსკვლავები სასწაული რა ხდება ჩემო ძვირფასებო და კიდევ ამახვილებ ყურადღებას ყველაფერი ეს შექმნა ადამიანები, ადამიანისთვის. შენთვის პირადად წარმოიდგინე. და ბოლოს ყველაზე საინტერესო რა არის რომ შექმნა ადამი მერე ევა ადამიდან ეკნი გამოიღო და 60 ბაღში სეირნობდა და ცხოვრობდა ადამი და ევა. წარმოიდგინეთ ახლა ძალიან ისეთ სიტყვა უნდა ვიხმარო, მაგრამ კომფორტი, რა დონის კომფორტი ჰქონდა ჩემო ძვირფასებო. ადამი მარტო და მოწყენილი რო არ ყოფილიყო, ქალი მისი მეუღლე შეუქმნა ღმერთმა. ჩვენ დაახლოებით კი ეს ცოტა უფრო მიწიერი კუთხით, მაგრამ მაინც რაღაც დონეზე ხვდები, რომ კაცი მარტო რო არ არის ლამაზი, ხო? მას უნდა ყავდეს მეორე ნახევარი, მეგობარი, ცოლი და ამიტომ და რა იქნებოდა მაშინ დაცემულობამდე. ეხლა ხო ძვირფასია ოჯახი, კაცისთვის ცოლი, რამხელა კომფორტია, ხო? ყველანაირი გაგები, რამხელა სიყვარულია, რამხელა პირდაპირ წერია, რომ ღმერთმა რომ კაცი, რომელიც ცოლი და კაცი რო შეერთდება, ესე იგი და იქნებიან კაცი და ქალი, ქმარი და ცოლი, პირდაპირ ესე წერია,
წერია მიეწეპონ ერთმანეთს ამ მარტო ფიზიკური მასში კი არ არის ესე იგი იმდენად ერთ ხორცს და ერთ სულ იქნებიან იმდენად აი და ქმნის ევას ადამს და ევას და ესენი დადიან ბაღში და აქვთ რაღაცა რო ვერ წარმოვიდგეთ ჩვენ ისეთი დიდებული ცხოვრება და ეს ყველაფერი შექმნა ადამიანისთვის ღმერთმა და წარმოიდგინე უღალატა უღალატა ღმერთს ადამა და ევა ჯერ და მერე ადამი და მერე როდესაც არა და რო არ ეღალატათ ეს უნდა ყოფილიყო გამრავლებაც იქნებოდა ყველაფერი უნდა ყოფილიყო სამოთხეში ბედნიერად აი უბედურება რა არის რაღაც პრობლემები ხო აი პრობლემები რო ეხლა ჩვენებული ენით რო არ გქონდეს არანაირი პრობლემა ხო რა ახლა ბედნიერება იქნება ხო და პირველი მთავარი პრობლემა ეხლა ჩვენთვის არის სიკვდილი ვთქვათ ყველა პრობლემა რომ მოვათავოთ რა რიგი სინათლე რასაც ახლავს ბნელია როსტევან მეფე რო ამბობს ათქმევინებს შოთა რუსთაველი ხო ესე იგი მთავარი ბედნიერება მარადიული ბედნიერებაა თორე თუ დამთავრდა რაღა ბედნიერება ის და აი ყველაფერი მიცა ღმერთმა და უღალატეს და როცა ადამს ეკითხება რომ რა ქენი ადამ და აი შენ რო ცოლი მომიყვანეო აი ამან მაცდუნაო ცოლსე შენას ცოლმა უთხრა ევამ უთხრა გველმა მაცდუნაო და აი ესე ერთმანეთს დააბრალეს ჩემო ძვირფასებო და აღარ შეიძლებოდა მათი სამოთხეში ყოფნა აღარ შეიძლება იმიტომ აღარ შეიძლებოდა რომ კიდევ არის ამბები მოხდებოდა და რომ გამოაწევა სამოთხიდან ეს იყო მოწყალება დიდი თუმცა თუ იქნებოდნენ სინანულში და იყო ადამი მერე და ევა სინანულში ისინი გადარჩებოდნენ მაგრამ პირველი აღთქმა კაცობრიობას თქვენ იცით ეს მესამე თავის მე-15 დაბადების მესამე თავის მე-15 სადაც წერია ეშმაკსეულება ღმერთი მტრობას ჩამოვაგდებს შენსა და დედაკაცს შორის იმიტომ რომ უკვე მტრობა იყო და შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის ან ქრისტეს რაც მერე მოხდა და ის თავს გაგიჭეჭყავს შენ ანუ ქრისტე დაგამარცხავს შენ კი ქუსლს უგესლავდე ვიდრე მეორე მოსვლამდე ესე იგი და ჩვენ ხედავთ აი ომის პარტიას ვისაც უწოდებენ ისინი ეს ანტიქრისტიანული ძალები აი ახე როგორ წერია ბოლომდე შენ ანუ ის ეშმაკის მიმდევრები როგორ ებრძვიან დღეს საქართველოს ქრისტიანობას და ესე იქნება ბოლომდე აი ეს ამ პირველ აღთქმაშია მოცემული ოღონდ გამარჯვებაც ქრისტიანების ხარჯზე აქ ჩემო ძვირფასო ყველაზე ძვირფასი ის არის კიდევ ჩვენთვის თუმცა ამას იმდენად მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ სომეხი რუსი ებრაელი ფრანგი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი სულ ერთი ეს ყველა ისრაელი ახალი ისრაელი მაგრამ რაოდენ მაინც ძვირფასია ჩვენთვის რომ აქ ლაპარაკია დედა ღვთისაზე ღვთისმშობელზე და ჩვენი ქვეყანა არის ღვთისმშობლის წილხვედა ესმით როგორც კი აი ამას წაიკითხავთ იცოდეთ რომ აქ უკვე ცოცხლდება საქართველო აქ უკვე ლაპარაკია საქართველოზე ჩვენს მართლმადიდებელ საქართველოზე რა თქმა უნდა ჩემო ძვირფასებო ნახეთ რა საოცრებები ხდება ესე იგი ეს ყველაფერი მე ჩვენ ვიცით უკვე ისტორია და ძველ აღთქმაში ესე იგი ძველ აღთქმაში ყველა მიცოდა ყველამ რა ისრაელმა იცოდა დანარჩენი რელიგიაში ვეღარ ერკვეოდნენ დემონების თაყვანისმცემლები და როდესაც იოსები მოატყუეს ესე იგი ძმებმა რომ იოსები ხეცმა შეჭამაო წარმოიდგინეთ რა არის ადამიანი შვილებმა რა უთხრეს მამას ხალხო აი ჩვენ რომ გვამწარებენ შვილები აი ეს არის და ძმებმა იოსები ესე იგი
ეგვიპტელებს მიყიდეს ვაჭრებს და მამას უთხრეს მისი სამოსი ამოსვარის თხის სისხლში და მამას უთხრეს რომ აიო და იაკობი წარმოედგინა ატირდა იაკობი ყველაზე მეტად უყვარდა იოსები და ჩემი შვილიო და ნახეთ რას ჩავედი მე ძისა ჩემისა თანა ჯოჯოხეთში ესე იგი მე ყველა ძმები იმეორებენ რომ ჯოჯოხეთში ჩავაო მამაო როცა იოსებს აფეგონად ფარაონის მოადგილე არ იცოდნენ ჯერ მისი ძმა რო იყო მათი ძმა რო იყო და ყველა ერთად აღიარა რომ ჯოჯოხეთში ჩავაო იაკობიო იტირებს ჩვენი მამაო და მოკვდებაო და ჯოჯოხეთში ჩავა ანუ ეს იყო საყოველთაო წოდნა ძველ აღთქმაში ისრაელში რომ სამოთხის კარი გახსნილი არ იყო და ჯოჯოხეთში მიდიოდა ყველა მართლებიც კი იაკობი თუ ჯოჯოხეთს ავიდოდა წარმოედგინე სხვა და მაგრამ იყო აღთქმა რომ აი ამ ჯოჯოხეთს დათრგუნავდა როგორც მე წავიკითხე ქალის მიერ შობილი ანუ ქრისტე რაც მერე მოხდა და გაუჭეჭყდა თავს ანუ დაამარცხებდა ეშმაკს და გახსნიდა სამოთხეს აი ის სამოთხე რაც დასაწყისში რომ ვახსენ რომ ღმერთმა სამოთხე რო შექმნა და ადამიანები იქ იყვნენ ადამი და ევა და რადგან დაკარგეს თავიანთი ცოდვით შემდგომ უნდა მომხდარიყო ის რომ ღვთისმშობლისგან განკაცებული ღმერთი რო ჩამოვიდოდა და იშვებოდა ღვთისმშობლისგან მას შემდეგ უნდა დაეთრგუნა ეშმაკის ძალა ეშმაკის ძალა დაითრგუნა ჯვარც შემოძვირას სხვანაირად მისი დათრგუნა შეუძლებელი იყო იმიტომ რომ კაცმა შეწოდა და კაცი უნდა შეწირულიყო ამიტომ იყო რომ ქრისტემ მიიღო ჯვარზე თელი ჯოჯოხეთური სატანჯველი თელი აი რაც კი იყო ჯოჯოხეთური სატანჯველი იგემა რა არის ჯოჯოხეთური სატანჯველი ჯოჯოხეთის სატანჯველია რომ გლანძღავენ გაგინებენ ხო ძნელია რა რომ ხალხი აი სულ ეს პრობლემა ყველას და ახალგაზრდობასაც რა თქმა უნდა ბავშვებს კიდე მეტად აი პატარა ბავშვიც კი რომ რაღაცას ეთქვი ცუდად გაიბუტება და წავა ძნელია მისთვის დიდებისთვის კიდე უფრო მეტად ძნელია რომ ვინმე ნახავ შეგულაწყო ძნელია უნდა ავიტანოთ ქრისტიანობა რომ ძალიან ძნელია მაცხოვარ აიტანა ნერწყვ წარმოიდგინე ფურთხება ცემა ყურში სახეში ურთხავდა ეს უშჯულოები ესენი და წარმოიდგინე ხა რა აიტანა მაცხოვარ და ბოლოს ჯვარს აცვეს მოკლეს ჯვარზე თელი ჯოჯოხეთური სატანჯველი აიტანა მაგრამ ამით გახსნა მაცხოვარმა სამოთხის კარი აწი თუ ვინმეს უნდა რომ ცხონდეს და მოინათლება და იქნება ქრისტეს ეკლესიის წევრი და ბოლომდე სინანულით იცხოვრებს ის შეახებს სამოთხის კარს ეხლა წარმოიდგინეთ ჩემო ძვირფასებო რა მნიშვნელოვანია აი მოკლე ექსკურსივ რომ გავანალიზო რა მნიშვნელოვანია კაცობრიობის ისტორიაში ქრისტეს ჯვარც ყველაზე მნიშვნელოვანი რატო? იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი ბედნიერებისთვის ეს ბედნიერება ადამიანმა დაკარგა ბედნიერების მოსაპოვებლად განკაცებული ღმერთი ჩამოვიდა და ჯვარს ეცვა რომ გაეხსნა სამოთხის კარი და მისცა ყველა ვისაც უნდა ქრისტეს თაყვანისცემა მისთვის ღია სამოთხის კარი აი 8 მილიარდი ხო ცხოვრობს ყველასთვის ღია სამოთხის კარი ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ისინი მოინათლებიან გახდებიან ეკლესიის წევრები და სინანულით იცხოვრებენ ცნებებს შესრულებენ მაგრამ ამ ცნებების შესრულება ძალიან ძნელია და სინანულში ამიტომ მოგცა სინანული მაცხოვარმა რომ სინანულით გავატარო მთელი ჩვენი ცხოვრება და ხსნილია სამოთხის კარი აი რა გინდა მე რაც ეხლა მე მოვყვები ამ მოკლე მიმოხილვით ყველაფერი რო შენთვის გააკეთე და მით უმეტეს თქვენ უნდა წარმოიდგინოთ აი მე უნდა წარმოვიდგინოთ ჩემთვის გესმით ყველა რო წარწმენდულიყო და თუ მე უნდა ვცხოვრებულიყავი მარტო ჩემთვის გააკეთა ეს ღმერთმა ყველაფერი ნუ არ ეტევა გონებაში
მისი მოწყალება. და როგორი უმადურები ვარ ჩვენ ძმა და წარმოიდგინეთ, რომ აი ეს ახლა ჯვარცმა აღდგომა ეს წირვაშია, ყველაფერი ხდება. წირვაში მეორდება, წირვაზე ხდება ყველაფერი და ვინც წირვას ესწრება და კიდევ უფრო მეტად ვინც ეზიარება, ის ყველაზე მეტად თაყვანს ღმერთს და ყველაზე მეტად მადლიერი ხდება ისა და მადლობას ეუბნება ღმერთს. გესმით თქვენ? რა მნიშვნელოვანია წირვაზე დასწრება და მერე ზიარება. რა მნიშვნელოვანია? დასწრება მაინც, რო ესწრები წირვას. ამით გამოხატავ, აი რაც მე ვთქვი. აი შენთვის რო ეს ყველაფერი შექმნილი, შენ მოდიხარ კვირა დღეს და ამით მადლობას ეუბნები ამ ყველაფრისთვის, რაც ჩვენ მოკლედ მოხაზეთ, მადლობას ეუბნები ღმერთს, ჩემო ძმას. და არის ესეთი პატერიკი, რომ წმინდა მამა ხედავს ეკლესიაში შემომავალს და ხედავს ტაძრის ანგელოზს, რომელიც იწერს, ვინ შემოვიდა პირველი და საერთოდ ვინ შემოვიდა ეკლესიაში წირვაზე კვირა დღეს. და აი ესეთი რაღაცა ჩვენება, რომ ანგელოზი ელაპარაკება ღმერთს, აი ხა ძალიან მარტივად რო ვთქვა, ხო ჩვენ ვარ იგივე რასაც ახლა მე ვამბობ, დღესაც ის მოხდა. აი აივსო ტაძარი ეზიარებ, ახლა ქადაგებას უსმეთ, პირველი ვინ შემოვიდა, მეორე ყველა ვინ შემოხვედი დღეს მეც რო შემოვედი, ანგელოზი ეუბნება ღმერთს, ალექსანდრე შემოვიდა უფალოდ და ღმერთს უხარია. თენგიზი შემოვიდა უფალო, შალვა შემოვიდა, ნინო შემოვიდა, მარიამი შემოვიდა, ტინატინი შემოვიდა, რა ვიცი თქვენ სახელები ყველასი, სოსო შემოვიდა, მალხაზ შემოვიდა და უხარია ღმერთს. ანგელოზი ეუბნება, ხედავს ამას, მაგრამ აი ეს ჩვენება. ანგელოზი ეუბნება და უხარია. მაგრამ დღეს ვინც არ მოვიდა, პირობითად ავიღო. ანგელოზი ალბათ ამასაც ეუბნება, აი უფალო, ნუ გზარი არ მოვიდა. ძინავს სახში. და არ მადლობს ღმერთს. ამ ნუ გზარის გონია, რომ ეს ყველაფერი თავისითაა და ასე შემდეგ. არ მოვიდა გიორგი, არ მოვიდა შალვა, არ მოვიდა, რავი, ნინო, არ მოვიდა, ძინავთ იმათ სახში. არ მოვიდა. და აი წარმოიდგინე ჩემო ძვირფასებო, ეს არის უმადურობა, ყველაფერს აი ამის უმადურობა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვართ ბედნიერები, რომ დავდივართ კვირა დღეს გვეძლევასა ჯერ მადლობა ღმერთს, რომ ამის საშუალება გვეძლევა ასე მშვიდობიანად, ასე კარგად, ასე თავისუფლად. მერე მადლობა ღმერთს, რომ აი დღეს ჯვარ თაყვანისცემის ხსენება მოვედი და ეხლა წავიკითხავ ვიგალობებ და ჯვარს თაყვანს ვცემთ და აი ესე უნდა მოვიქცეთ მთელი ჩვენი ცხოვრება. განსაკუთრებით კვირა დღეს მუდამ უნდა დავესწროთ წირვას, თუ არის შესაძლებლობა ვეზიაროთ, ეს იქნება ყველაზე დიდი მადლიერების გამოხატვა ადამიანის მხრიდან. ფარავდეს ჯვარი და გვაკურთხოს ღმერთმა და ჯვარი იყოს ჩვენი ფარველი. ეს არის ჩვენი დიდი ძალა, რაც მე ხარ თქვი, რა თქმა უნდა ჯვარია, ყველაზე დიდი ძალა და გახსოვთ თქვენ ისტორიიდან, როცა კონსტანტინე ჯერ წამდა, რომ ნამდვილად ერთი ღმერთი იყო, მაგრამ ვერ ერკვეოდა ჯერ და დიდი ბრძოლა ელოდა და ამ ბრძოლას წააგებდა ის, იმიტომ მცირე რაზმი ყავდა და ცაზე დიდი ჯვარი გამოისახა, განათებული, გაფრთხილებული და წარწერა იყო. ამით ძლე ეს მარტო კონსტანტინეს გამოცხადება კონსტანტინესთვის კი არ იყო, ეს ჩვენ უკვე გვესმის, ყველა ქრისტიანისთვის ჯვარი არის ხსნელი ჩვენი და ჯვარი არის ჩვენი ძალა. დაგლოცოთ და გაკურთხოთ ღმერთს. ეხლა მიგალობოთ